არიან გადალახული ოპოზიციური პარტიებიდან თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა ყვეღია დაგვთ გაცხადებული პარტიებს გახარია საქართველოსთვის და გირჩს. ჯერ კიდევ ფიქრის პროცესშია ლელო, სადაც ამ საკითხზე კონსულტაციები გრძელდება. უცვლელია იმ 8 ოპოზიციური პარტიის პოზიცია, რომლებმაც ადგილობრივ არჩევნებში მონაწილეობის მიღებაზე უარი წერილობით დააფიქსირეს, რაც შეეხება მმართველ გუნდს, უმრავლესობაში ამბობენ, რომ მათთვის სულ ერთია ჩაერთვებიან თუ არა ოპონენტების საარჩევნო პროცესში, რადგან საბოლოო შედეგი მაინც უცვლელი იქნება. ქართული ოცნება ყველა მუნიციპალიტეტში გაიმარჯვებს, ოპოზიციური პარტიები კი პოლიტიკური ველიდან ეტაპობრივად გაქრებიან. ქართულ ხალხს და ბოლო კვლევებითაც ყოველი 10 ოპოზიციური ამომრჩევლიდან 7 როცა ამბობს, რომ ამ არჩევნებში მონაწილეობა არ უნდა მიიღოს ოპოზიციურმა პარტიამ, ზუსტად ის ამომრჩეველი, სხვა ოპოზიციური პარტიები, სამოქალაქო აქტივისტები იქნებიან ალბათ ის ძირითადი განმაპირობებლები, რომლებიც კიდე ერთხელ დააფიქრებენ, მათ შორის ლელოს და გახარიას პარტიას ნაკლებად, მაგრამ ლელოს, რომ ამ სპეცოპერაციაში მონაწილეობას აზრი არ აქვს. ჩვენ კიდე დიდსულოვნად ვიტოვებთ იმედს, უტოვებთ ღია კარს ლელოს იმისთვის, რომ საკუთარი პოზიცია, იმიტომ რომ ჩამოყალიბებული არ აქვს, ოფიციალურად არ უთქვამთ, რომ შედიან არჩევნებში. ჩვენ ვტოვებთ ღია კარს, რომ შემოუერთდნენ ქართველი ხალხის უმრავლესობას. მზადების პროცესი უკვე დიდი ხანია დაწყებული გვაქვს. ჩვენი მთავარი ამოცანა არის პარტიულად ნეიტრალური კანდიდატების მოძიება, იმისთვის, რომ საბოლოოდ ამომრჩეველს მიეცეს არჩევანის საშუალება. ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია დღესდღეობით ვიმუშაოთ ოცნების ამომრჩეველზე და დავანახოთ მათ ოცნების რეალური სახე და რას უკეთებს დღესდღეობით ოცნების რეჟიმი ჩვენს ქვეყანას და რა თქმა უნდა პარტიულად ნეიტრალური კანდიდატების მოძიების მთავარი მიზანი არის ის, რომ ოპოზიცია და ის პარტიები, რომლებიც არ იღებენ მონაწილეობას არჩევნებში და ირჩევენ ბოიკოტის გზას, მათი ამომრჩევლისთვის დარჩეს არჩევანის შესაძლებლობა. გარე უფროსების მთავარი ამოცანა ამ არჩევნებზე არის ის, რომ ძირითად ფსონს ისინი დებენ, ეს უკვე გამოკვეთილი არის ბატონ ხაზარაძეზე, ბატონ გახარიაზე, უნდათ რომ ფაქტობრივად ხელოვნურად გააქრონ ნაციონალური მოძრაობა პოლიტიკური ველიდან, ისევე როგორც ახალი, ვინაიდან კიდევ ერთხელ განმეორდები, რომ მათ გაანალიზეს, რომ მოსახლეობას ვერ შეასახეს ის, რომ ახალი თითქოს და რაღაც ახალ ძალას წარმოადგენდა, იციან რომ ეს ყველაფერი მით უმეტეს იმის ფონზე, რომ მიმდინარეობს საგამოძიებო კომისია ასოცირდება სისხლიან რეჟიმთან, ძალიან სამარცხვინო ბრენდებია და რებრენდინგის ნაწილი არის ეს ყველაფერი. ძალიან არაჯანსაღი პროცესი მიმდინარეობს ზოგადად ოპოზიციაში. ოპოზიცია ესეთ შესუსტებული, მე პირადად არასდროს არ მახსოვს და არ ვიცი, მაგიტომ არის ჩვენი ძალიან დიდი სურვილი, რომ გამოვიდნენ, მიიღონ ამ არჩევნებში მონაწილეობა. ჯერ იმაზეც კი ვერ შეთანხმდნენ. გირო უნდა გადაიხადათ თუ არ უნდა გადაიხადათ. ეხლა იმაზე ვერ თანხმდებიან არჩევნებში მიიღონ მონაწილეობა თუ არ მიიღონ მონაწილეობა. ეს არის მათი ბუნება, დაპირისპირება. შესაბამისად, ეხლა კიდევ ერთხელ ვიმეორებ, ეს ხალხი არის წამსვლელი ხალხი. 2 დღის პოლიტიკური პარასკევი აქვს დარჩენილი და შესაბამისად ეხლა რა მნიშვნელობა აქვს მიიღებენ ამ თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობას თუ არ მიიღებენ.